საინტერესო ვიდეო ბლოგი გამოგივა დარწმუნებული ვარ და დავიწყებ ამ ვიდეო ბლოგს ამგვარად. საქართველოს მოქმედ de facto ხელისუფლებას ანუ ბანდას, ანუ ქართული ოცნების ბანდას დღე ერხება და ერხება მას. უშუალოდ ქვეყნის შიგნით ეკონომიკა რომ გაუფუჭდება და გაფუჭდება ეს ფაქტია. განსაკუთრებით მეგობარი აქტის მიღების შემდეგ ასევე ერხება იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეები არ ჩერდებიან 175, 176, 177. აი დღეს დღე ემატება და მოქალაქეები კი არ ჩერდებიან ისინი. ამდენიც არ უნდა იყვნენ. 300-ია, 300 კაცი, 3000-ია, 3000 კაცი, 30000 კაცი, 150 გადის ქუჩაში. მოკლედ ეს პროტესტი არ მილნაულდა, არ მიილია მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილს სწორედაც რომ ეს გათვლა ჰქონდა და რა საყვირველია პირველ ყოვლისა ერხება, ხო, ევროკავშირიდან ერხება მეთქი, იმიტომ რომ მარწუხებს უჭერს ევროკავშირი, მიუხედავად იმისა, რომ ესენი არ ურთიერთობენ ევროკავშირთან, მაგრამ ასევე და ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, უმნიშვნელოვანესი ამბავია, ნელ-ნელა ერხება და ერხება ოკეან გაღმიდან, ანუ შეერთებული შტატებიდან და მოთავე ან ლიდერი იმისა, რომ ქართული კოშმარი დასრულდეს, ანუ ბიზინა ივანიშვილი დასრულდეს, ანუ რუსეთის გავლენები დასრულდეს საქართველოში. ანუ რუსეთმა ესე არ მოიხელთოს საქართველო, მოიღლიაოს საქართველო არის ერთი არაჩვეულებრივი კაცი, კონგრესმენი ჯო უილსონი, რომელიც პლატფორმა X-ზე გაიღვიძებს სტატუს წერს, გამოიღვიძებ კი არა, გაიზმორების სტატუსი ხდება მისი საღამოს სტატუს წერს, მაგრამ ისი არ გამოვიდეს, რომ მხოლოდ მწერალია სტატუსებისა ხსენებული კონგრესმენი ჯო უილსონი, არამედ ის ცხადია მუშაობს კიდეც საქართველოს საკითხთან დაკავშირებით, ემუშავება ცალკე კონგრესმენებს, კოლეგებს, ასევე ზედაპალატის წარმომადგენლებს, ასევე think tank-ებს, მოკლედ საზოგადოებრივ აზრს, ამერიკის პოლიტიკური ელიტისა და ელიტების, ისტებლიშმენტის აზრს საქართველოსთან დაკავშირებით აყალიბებს და რაც საკვირველია, ის მუშაობს, ამავდროულად მუშაობს, როგორც ერთ სახლთან, ისე სახელმწიფო დეპარტამენტთან, თუ გნებავთ პირიქით თქვათ, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტთან, ისე თეთრ სახლთან. ხო და ამ ჯო უილსონმა ამ რამდენიმე დღის წინ კი არა, გუშინ წინ მოიხელთა კონგრესში მისული მარკო რუბიო, სახელმწიფო მდივანი, კაცი რომელიც ერთადერთი არა, მაგრამ ერთ-ერთი ნათელი წერტილია შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ხელისუფლებაში, აღმასრულებელ ხელისუფლებაში, კონგრესში, ბუნებრივია დემოკრატია, იქ იბარებენ სახელმწიფო მდივანსაც, მათ შორის ჩვენ ნახეთ სენატორ შახინის დაპირისპირება არა, კამათიც არა, მსჯელობა მარკო რუბიოსთან, სხვა სენატორებისა და აი კონგრესმენმა ჯო უილსონმა დაუსვა კითხვა და ბევრი თარგმანი გავრცელდა ამასთან დაკავშირებით. მე ყველაზე უფრო სწორ თარგმანს შემოგთავაზებთ, რომელიც ფორმულამ გაავრცელა და ანახეთ როგორ ეკითხება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ ეკითხება ჯო უილსონი და რას ეკითხება ჯო უილსონი მარკო რუბიოს. თავისუფლების მოყვარე ქართველები ყოველდღე გმირულად გამოდიან ქუჩაში, უჭირავთ ამერიკის დროშები, განატარებენ პრეზიდენტი ტრამპის ფოტოებს. თქვენი ხელმძღვანელობით, ის რომ პრეზიდენტ ტრამპის ფოტოებს ატარებენ თავისუფლების მოყვარე ქართველები ქუჩაში, ეს არის შემდგარი ან დამდგარი ან მომხდარი ფაქტი და ეს ფოტო ააფრიალა კიდეც კონგრესმენმა, აჩვენა, ცხადია მან ისედაც იცოდა რუბიომ, მაგრამ აჩვენა დამსწრე აუდიტორიას, მედიასაც აჩვენა ეს და მარკო რუბიომ კიდევ ერთხელ ნახა პრეზიდენტ ტრამპი ქალბატონი, რომელსაც უჭირავს პრეზიდენტ ტრამპის ფოტო და არ იყო ეს ქალბატონი ერთადერთი, კიდევ ბევრი ეს შემოსილნიც იყვნენ, ისე როგორც იმოსება ტრამპი. იქნება გაკეთებული, რათა სახელმწიფო დეპარტამენტმა ნამდვილი ფასი გადაახტევინოს ანტიამერიკულ ქართულ ოცნებას ქართველი ხალხის სახელით. ქართველი ხალხის სახელით სახელმწიფო დეპარტამენტმა ნამდვილი ფასი, ანუ ძვირი ფასი უნდა გადაახტევინოს ქართულ ან რუსულ ოცნებას და რას აკეთებთ ამისთვისო? ეკითხება უილსონი რუბიოს. Going back to what I said earlier. Დაუბრუნდები იმას, რაც ადრე ვთქვი. უპირველესია ამერიკის შეერთებული შტატების მიზნები, ჩვენი ეროვნული ინტერესები. დავაპაუზოთ ერთ წამს. რა საკვირველია? შეერთებული შტატების მიზნები და ეროვნული ინტერესები არის უპირველესი უშუალოდ ამერიკის შეერთებული შტატებისთვის, მათ შორის სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსათვის უკლებლივ ყველგან. ამერიკის შეერთებული შტატები რაც არ უნდა ვინმე თქვას, რომ არის იზოლაციისაკენ
იზოლაცია უნდა შეერთებული შტატების დღევანდელ ადმინისტრაციას შეერთებული შტატებისა, მაინც არის დემოკრატიის და ამავდროულად უსაფრთხოების ექსპორტიორი, მას ბუნებრივია აინტერესებს რა ხდება ოკეან გამოღმა ევროპის სივრცეში, ოკეან გამოღმა ევრაზიის სივრცეში, მას აინტერესებს ასე მაგალითად ირანი რას აკეთებს, ჩინეთი რას აკეთებს, ჩინეთი ტაივანთან იმართებაში რას აკეთებს, რუსეთი უკრაინასთან იმართებაში რას აკეთებს, სირიაში რა პრობლემებია და ასე შემდეგ. სახელმწიფო ინტერესი შეერთებული შტატებისა, რაც არ უნდა იზოლაციონისტი იყოს, ან მიაჩნდეს ვინმეს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია იზოლაციონისტია, ბუნებრივია არის ზემაღალი, ზემნიშნულოვანი, მათ შორის მარკო რუბიოსათვის და ამ საკითხს მოbrunდებიო. აკი ამასაც ამბობს სახელმწიფო მდივანი და აგრძელებს. ასე რომ ჩვენ ასე განვიხილავთ ამ საკითხს. არის ჩვენი ინტერესი რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც მართავს სტოპ. ერთი წამით. ნახეთ სახელდება რომ ორი უნიშნულოვანესი გზავნი ლუკა ან გზავნილია, მსუყე გზავნილია ამ უკანასკნელ წინააღმდეგობაში. კითხვა სვამს ასე. არის ჩვენი ინტერესი რომ ამ ამერიკისათვის უმნიშვნელოვანეს რეგიონში, მოდით გადავახვიოთ თავიდან და ერთი წამით ვნახოთ. ასე რომ ჩვენ ასე განვიხილავთ ამ საკითხს. არის ჩვენი ინტერესი რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც მართავს მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილს. საქართველო არის მსოფლიოს მნიშვნელოვანი ნაწილის წევრი ნაწილი. და ახლა ვიკითხავო, რუბიო კითხულობს, რუბიო ამბობს, ამ უმნიშვნელოვანეს რეგიონში ანტიდემოკრატიული და ანტიამერიკული, თუმცა ზუსტი რომ იყო მართლობა, რომ იყოს რომელიმე ერთ ქვეყანაშიო, არის კი ეს ჩვენი ინტერესიო? ორი მნიშვნელოვანია, აკი გითხარით. უმნიშვნელოვანესი რეგიონი, ორი უმნიშვნელოვანესი მესიჯია, უმნიშვნელოვანესი რეგიონი, ეს არის პირველი მესიჯი და მეორე ანტიამერიკული მთავრობა, ანუ რუბიო ჩამოყალიბდა და რუბიოს სახით ჩამოყალიბდა მთელი შეერთებული შტატები იმასთან დაკავშირებით, რომ დღევანდელი ადმინისტრაცია, რომ ანტიამერიკულია საქართველოს დღევანდელი მთავრობად წოდებული ბანდა, ანუ ქართული ოცნება. წერტილი, რაც არ უნდა ილაპარაკოს ახლა მაკა ბოჭორიშვილმა, რომელიმე ექსპერტად წოდებულმა ქართული ოცნებისა, უშუალოდ კობახიძემ და ბიზინა ივანიშვილიც რომ გამოენთოს და დაენთოს, ამ ყველაფრის მიუხედავად, პოზიცია შეერთებული შტატებისა სავსებით ნათელია. ანტიამერიკული მთავრობა ჰყავს საქართველოს ამ უმნიშვნელოვანეს რეგიონში. მე კიდევ უნდა ვილაპარაკო ანტიამერიკანიზმზე ამ მთავრობისა და რეგიონის ერთ-ორ ქვეყანასაც უნდა შევეხოთ, ახლა განვაგრძოთ. და თუ არა, ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს. სტოპ. და თუ არა და ეს კავშირი თუ უნდა წავიკითხოთ ასე და რაღაცა არ არის, რაღაცა, ანუ იმდენად რამდენადაც არ არის შეერთებული შტატების ინტერესი ამ უმნიშვნელოვანეს რეგიონში ერთ ქვეყანას მართავდეს ანტიამერიკული მთავრობა, ჩვენ ანუ შეერთებული შტატები მიიღებს სათანადო ბოდიში ზუსტი რო ვიყოთ ინტერესი რომ არსებობდეს ანტიამერიკული მთავრობა, რომელიც მართავს მსოფლიოს მნიშვნელოვან ნაწილს და თუ არა ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს. ჩვენ მივიღებთ შესაბამის ზომებს, რათა ამ მთავრობამ ფასი გადაიხადოს. ახლა დამთავრებულია დისკუსია იმასთან დაკავშირებით, წესითა და რიგით, რომ დიპლომატმა და დიპლომატიური გზავნილების დიდოსტატმა მარკო რუბიომ რა თქვა, როგორ თქვა, რატომ თქვა, სად თქვა და ასე შემდეგ. შესაბამისად დამთავრებულია ბოდვა იმის თაობაზე, რასაც ქართული ოცნების ცალკეული დაბალ წვრილფეხა ჩინოსნები და მაკა ბოჭორიშვილიც ერთ-ერთი მათგანია, ცხადია, მას არა აქვს საკუთარი აზრი, საკუთარი ნება, ის საკუთარ აზრს აქცევს იმ კონიუნქტურაში, რომელიც თავს მოახვია ქართულმა რუსულმა ოცნებამ, ანუ ფსბ-მა, ანუ ივანიშვილმა და კრემლმა და გავაგზავნოთ თუნდაც, აი მაკა ბოჭორიშვილი ასაც ამბობს, ეხლა წაგიკითხავთ მაკა ბოჭორიშვილის მოსაზრებას გახსნას თავარია, ხო? მაკა ბოჭორიშვილი სანამ გახსნის, მანამდე გეტყვით, რომ ესე იგიო, ნახეთ წყაზარი სახით ეს მნიშვნელოვანია. მაკა ბოჭორიშვილი ამბობს, რომ უიო ესე იგიო, აქედანო ჩანსო, რომ შეერთებულ შტატებს პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით არ ჩამოუყალიბებიაოთ. ესე არ არის, მაგრამ რომც იყოს, წარმოიდგინეთ, ჩვენ ქვეყანა, რომელიც ვიყავით დემოკრატიის ფორპოსტია შეერთებული შტატების მთავარი დასაყრდენი ზალა ქვეყანა ამ რეგიონში, ახლა თურმე შეერთებულ შტატებს ჩამოყალიბებული არ აქვს პოზიცია ბოჭორიშვილი მართალი რომც იყოს, ოღონდ მართალი არ არის.
და უბედურებაც ეს არის, რომ მართალი რომ სიყოს მაინც ცუდია ეს ქართული სახელმწიფოსათვის, იმიტომ რომ შეერთებული შტატების პარტნიორი თუ არ იქნება საქართველოს, შესაბამისად ის ავტომატურად ექცევა რუსულ-ჩინურ გავლენებში. ერთ წამს რომ წარმოვიდგინოთ, რომ რუბიომ ეს თქვა, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ განწირულები ვარ და მაკაბოჭორიშვილის ქვეყანა შვილების ქვეყანაა განწირული. და მაკაბოჭორიშვილმა გასწირა მაკაბოჭორიშვილს ვიდე კითხება წვილფეხას, მაგრამ ბიზინა ივანიშვილმა გასწირა ეს რუსულ-ჩინური ეს ქვეყანა რუსულ-ჩინური გავლენებისათვის, რუსეთის აქ დამკვიდრებისათვის. ახლა ამ სამთავრობო პროპაგანდამ გახსნა, არ ვიცი ბოჭორიშვილის არც გახსნა, ამ სამთავრობო პროპაგანდამ სხვა ტექსტებიც ამოქოქა, სხვა შინაარსიც ამოქოქა. ოი, რა უჭირთ, როგორ უჭირთ ტვინებს შიმეთქი ასე ვიტყვი. და დაახლოებით ამგვარია შინაარსი. აკი გითხარით, ცოტა ინტერნეტს უჭირს, მაგრამ ვერ ხსნი და ვერ ვკითხულობ, მაგრამ უნდა მენდოთ. ერთ-ერთი ქარდის შემხვდა, თუ არ ვცდები ტელეკომპანია იმედის მიერ გავრცელებული და შინაარსი ამ ქარდის არის ამგვარი. თუ აზერბაიჯანთან ურთიერთობს შეერთებული შტატები, მაშინ ჩვენთან რატომ არ უნდა ურთიერთობდესო? იქ სომხეთზე არ ვიცი აქვს თუ არა ქარდი გავრცელებული ასე მაგალითად ტელეკომპანია იმედს ანუ სამთავრობო პროპაგანდას, მაგრამ შესაძლოა სომხეთთან იმართებაშიც იგივე ქარდი, იგივე შინაარსის ქარდი გაავრცელონ და თქვა რომ თუ სომხეთთან რომელიც ოდეკაბეს წევრია, SNG-ს წევრია, მისი პრემიერ-მინისტრი მოსკოვში წითელ მოედანზე იმყოფებოდა, მასთან ურთიერთობს ჩვენ რაღა დავუშავეთ. ესე იგი ჩვენზე გადაკიდებულნი არიანო ამ პროპაგანდის ბურუნთა ბურუსში მოაქცევს სამთავრობო მედია თავრობად წოდებული ბანდის მეოხებითა და ძალისხმევით ქართულ საზოგადოებას. რაც არის არსებითი ტყუილი. ეხლა ავხსნის ოღონდ სხვაგვარად. 11 ფეხბურთელი თამაშობს გუნდში. ჩავთვალოთ. აი ავიღოთ მაგალითად ლუის ენრიკეს ან გვარდიოლას დროინდელი ბარსელონა 11 ფეხბურთელი თამაშობს. მათ შორის არის არაჩვეულებრივი ფეხბურთელი მასკერანო. იმედის განსაკუთრებით ფეხბურთის მოყვარულ მამაკაცებს, ქალებსაც ალბათ უყვართ, მივმართავ ახლა. ან მათ მივმართავ თლიანად ქართული საზოგადოებიდან, ვისაც ფეხბურთი უყვარს. ჩვენ შეიძლება მართლა გვაერთიანებდეს, აი მეს მიყვარს ბარსელონა და რომელიმე მეოცნებესაც უყვარს. წინა აი გვარდიოლას დროინდელი ბარსელონა. თამაშობს არაჩვეულებრივი ფეხბურთელი მასკერანო, ასე ვიტყვი. და ამავდროულად თამაშობს მესი. ამოცანები, რომლებსაც უსახავს გვარდიოლა მასკერანოს, თუ გნებავთ სხვაზე ვიტყვი, მნიშვნელობა არ აქვს, რომელიმე სხვა ფეხბურთელზე. და მესის არის განსხვავებული, რაც ეპატიება მასკერანოს, ეპატიება რომ გოლი არ გაიტანოს, არ ეპატიება მესის. და თუ მესი გამასკერანოვდა, ანუ ჩამოქვეითდა რამს არ ვაკრინებ, ეხლა ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო მასკერანო, მაგრამ თუ მესი მასკერანოს დონეზე ითამაშობს, მასკერანოს დონეზე ითამაშებს ფეხბურთს, ამ შემთხვევაში მესის მიმართ იქნება გამოთქმული მეტი პრეტენზია, იმიტომ რომ მისგან მეტსელიან სხვაგვარად თქვათ. მირბის 200 მეტრაზე 100 მეტრიან დისტანციაზე 2 მორბენალი. აი ჩემს ახალგაზრდობაში იყო ასეთი მორბენალი, მე დოპინგზე გამოიჭირეს 9.8 წამში გაირბინა 100 მეტრი ბენ ჯონსონი. მას ეჯიბრებოდა არ მეშლება? ლენოქს ლუისი, კარლ ლუისი, ლუისი. გვარი არ მეშლება, სახელი შეიძლება მეშლება. ლუისი, ისიც გენიალური იყო. და კიდე იყვნენ აი მაჩანჩალები, რომლებიც ვირბოდნენ 100 მეტრს, გაირბოდნენ 11 გაირბედნენ 11 წამში. 100 მეტრს ჰუსეინ ბოლტი ან ბენ ჯონსონი დარბოდა, ამოდიოდა 10 წამიდან, ასე ვიტყვი. ანუ ახეთ რა მაგარი რამეა 100 მეტრი გაირბინა 10 წამში 9.8 ეხა კიდევ საოცარია რეკორდი, ხო? მე რო გავირბინო 100 მეტრი, მე ვიყო ბენ ჯონსონის მოწინააღმდეგე. მე მეტყვია რომ ყოჩახროთ 15 წამში გაირბინე ეს ყველაფერი. მაგრამ ბენ ჯონსონი რო საგაირბენს 12 წამში ეტყვია რომ შეხო არ გაგიჟებულ ხარ 19-ში და 9 წამში დარბოდი, შედალოცვილო 9 არასრულად წამში. ასია აქაც საქართველოს უყენებდნენ პირობას და მოთხოვნას რომ მას შეერჩენარჩუნებინა ის ლეველი,
რა ლეველზეც იყო. ამგვარი მოთხოვნა პირობა არ ყოფილა აზერბაიჯანისათვის წაყენებული არასოდეს. აზერბაიჯანს არასოდეს თხოვდნენ ლიბერალურ დემოკრატიას. აზერბაიჯანს არასოდეს თხოვდნენ ამერიკის პარტნიორობას. შესაბამისად, აზერბაიჯანი მდიდარი ქვეყანაა ბუნებრივი რესურსებით. შესაბამისად, მოთხოვნები სტანდარტები საქართველოსი და საქართველოსი ერთი და მეორე მხრივ აზერბაიჯანისა მეორე მხრივ არის სხვადასხვა და აზერბაიჯანი თუ ახლა გაყინულია ანუ იმ დონეზე რა დონეზეც იყო ჰეიდარ ალიევის დროს ილჰამ ალიევის დემოკრატია ილჰამ ალიევის უსაფრთხოების სისტემები და ილჰამ ალიევის საგარეო ორიენტაციები ილჰამის დროს იგივეა რაც იყო მამამისის ჰეიდარის დროს ჩვენთან არის დემოკრატიის და უსაფრთხოების და სახელმწიფოს დაღმასვლა რო დინამიკა არის ზედა წერტილიდან ქვედა წერტილისკენ ბიზინა ივანიშვილმა მოახდინა დეინსტიტუციონალიზაცია სომხეთზეც იგივეს თქმა მინდა დიახ სომხეთი არის ოდეკაბეს წევრი თუმცა გამოვა დიახ სომხეთი არის SNG-ს წევრი თუმცა გამოვა დიახ სომხეთის ლიდერი იყო იძულებული იმ გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე რა გეოპოლიტიკურ ვითარებაში აღმოჩნდა სწორედ მიმავალი მართებულად მიმავალი პაშინიანი იძულებული იყო გაეგორებინა უკაცრავად სიტყვისთვის პუტინისათვის და ჩაბრძანებული იყო ჩასულიყო მოსკოვში წითელ მოედანზე ალბათ კვდებოდა შინაგანად ეს თავისუფლების მოყვარე კაცი მაგრამ სომხეთის დინამიკა არის აღმავალი მან გააფორმა სტრატეგიული ურთიერთობა შეერთებულ შტატებთან მან განაცხადა რომ მას უნდა უვიზო რეჟიმი და ევროკავშირში გაწევრიანება მას უნდა ასოცირების ხელშეკრულება და ასე შემდეგ ჩვენ მიღწეული გქონდა ასე მაგალითად უვიზო რეჟიმისათვის და ჩვენ გვაქვს დაღმასვლა შეიძლება გამოგვართვან უვიზო რეჟიმი წაგვართვან შეგვიჩერონ თუ გნებავთ ასე ვიტყვი ბოჭორიშვილების და ბოჭორიშვილი ვირას მიქვია ვინ მიქვია ბიზინა ივანიშვილისა და პუტინის მეოხებით ძალისხმევით გადაწყვეტილებით ქმედებებისა და გამო და კვლავ შეერთებული შტატები. შეერთებული შტატები ყალიბდება იმასთან დაკავშირებით, როგორი პოლიტიკა უნდა შეიმუშაოს კი არა ჰქონდეს ამ ტურბულენციაში საქართველოსთან მიმართებაში. It's great, it's ძალიან კარგია. ოღონდ ეს პოლიტიკა, რომელსაც შეიმუშავებს შეერთებული შტატები, საოცნებო ვერც ერთ შემთხვევაში ვერ იქნება მარკო რუბიოს ამ განცხადებისა და გამო განცხადება არის ამის თვალსაჩინოება მაგალითი. მარკო რუბიო ამბობს რომ კვლავ გავიმეოროთ არადემოკრატიული ანტიამერიკული რეჟიმების ყოფნა ამ რეგიონში უმნიშვნელოვანეს რეგიონში არის ეს არის პირდაპირ გზავნილი არის შეერთებული შტატებისთვის ძალიან ცუდი და ჩვენ შევიმუშავებთ პოლიტიკას ამ ბანდის არ ახსენებს და ბოჭორიშვილი შეიძლება გამოვიდეს და თქვას რომ ხომ არ გვახსენაო მაგრამ შეიმუშავებს შეერთებული შტატები პოლიტიკას და ახლა ჩემ მეგობარ თენგო აბლუთიას ერთი ამას თუ მაინც გამიხსნის ეგ აღარ ვიცი რომ ზუსტ იცით და მოგახსენოთ და წაგიკითხოთ მე მგონი მიკითხავს კი არა გამიხსნა და თენგო წერს ამგვარ რამეს მარკო რუბიოს ფასეულობები აქვს, სახელმწიფო დეპარტამენტს აქვს, კონგრესს აქვს, ტრამპს არა. აქ ცოტა შესაძლოა ვიკამათოთ განსაკუთრებით ტრამპის მომხრეები იკამათებენ. შემდეგ იკამათებენ ამაზეც, შემდეგ წინადადებაზე ღმერთმა დაგვიფაროს ტრამპი პირადად დაინტერესდეს ჩვენით, ჩაგვაბარებს 5 წუთში. ბიზინა ჩემი მეგობარია, ის ძალიან მაგარი კაცია, ჩვენ შესანიშნავად თანამშრომლობთ ამას ამბობს, ამას იტყვის ტრამპიო, ამას ამბობს თენგო აბლოთია. და ასევე ამბობს რომ ჩვენთვის იდეალური ვარიანტია დონალდ ტრამპი ეუბნება რუბიოს მოდელირება ამგვარი მარკო ჯიგარო თარგმნითი მაგრამ ჯიგარო გამიჭირდება მარკო ჯიგარო რა დროს საქართველოა მე აგერ გლობალურ საკითხებს წყვეთ ეს რაც ხაწლფეხა მომაცილია რომ საქართველო მიხედეს შენ მე არ შემაწუხო მე არ ჩამრიოო და ამას ამბობს ამ მოდელირებას გვთავაზობს თენგო აბლუთია მე ნაწილობრივ ვეთანხმები კარგია სწორედაც რომ მარკო რუბიო მაიღოს ჩვენი პატრონობა საკუთარ თავზე ანუ სახელმწიფო დეპარტამენტმა იქიდან კონგრესი მეგობარი აქტის მიმღები
და უკვე შემდგომ ზედაპალატა, რომელიც დაამტკიცებს 80 კაციანი კონსენსუსი არსებობს ამასთან დაკავშირებით, არიან ჩვენი მომხრეები ზედაპალატაშიც, რა საკვირველია, ქართული საზოგადოების მომხრეები და მიჭირხნ ბიზნეს უყარდა ხო? მიიჭირხნება ბიზნა ოკეან გაღმიდან. ოღონდ კიდევ აქ მნიშვნელოვანია, რომ როცა მიიღებენ მეგობარი აქტს და არა მხოლოდ მეგობარი აქტს, ხო, მოხდეს იმ მეგობარი აქტის კანონის იმპლემენტაცია. ანუ განსხეულება, განხორციელება, შედგენა და ის ქაღალდზე არც ისე დარჩება, მაგრამ მხოლოდ იმით კი არ შემოიფარგლონ, რომ ვინმე ფარცხალაძეს დაუწესებენ სანქციებს მორიგ ჯერზე, რომელიც ცუდი კეპკით დაიარება წითელ მოედანზე, ცუდი, მე მის კეპკით თუ შლაპით, მე კარგი შლაპები მაქვს. სტეტსონის შლაპები. სტეტსონს უკეთებ რეკლამას. ორი რამდენი მაქვს? 5, 6 ზაფხულისა, სამთრისა. ხო, საკმაოდ თან დიდ თანხას ვიხდი. ჩემი მეუღლე იხდის უფრო სუსტი რომ იყო. წელიწადში ერთხელ მარტის თვეში ჩემ დაბადების დღეზე საკუთარი დაბალი ხელფასიდან, რომელიც აქვს მის პედაგოგია აკადემიურ სექტორშია, მუსიკაცოდნეა და დაუგროვდება ხოლმე და იყიდის. მოკლედ, ფარცხალაძეს ჰქონდა ცუდი შლაპა და კრემცი დაიარებოდა. არა, მარტო ფარცხალაძეს დაკისრებული სანქციები არ კმარა, უნდა დაიწყოს მოღრჩობა ბიზიდა ივარიშვილის რეჟიმისა და ასეც როგორც ჩანს იქნება. ხოლო ქალტუნ მაკას ბოჭორიშვილს რა ვუთხრათ, რით გავახაროთ, ის გადახვა უკვე იმის გამო რომ მიიღო, არ ვიცი რამდენია მინისტრის ხელფასი მიიღო, პირობითად 10.467 ლარი პრავად და არ გამოვრისხავ რომ ლევად კიდევ ბონუსები ლევად არა, პრავადმე ბონუსები და ლევად კიდევ გარკვეული თანხები არ გამოვრისხავ, ხოლო დეჭვის დონეზე აპატიეთ არ დამიბაროთ ეხა სასამართლოში, ან დამიბარეთ თუ გნებავთ. ხო, ლევადაც მიიღო რაღაც გარკვეული თანხები და არა მარტო მაკა ბოჭორიშვილს, არამედ სხვებს ბიზინა დიდარი კაცია. ვინ დაეწევა ბიზიდა ივანიშვილს. ხო, ამათ ამჯობინეს ეს დღევანდელი კვერცხი კი არა, ფული, დღევანდელი კმაყოფა, დღევანდელი სიამეები, იმას, რასაც ქვია სჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოველსა მოსახვეჭელსა, აი ეს ყოველი კი მოიხვეჭეს და სახელი კი ან როდის ქონდა მამუკა მდინარაძეს, მაგრამ და კარგეს. ამერიკა საქართველოს გვერდით იყო, არის და უნდა გითხრათ, გაგაწმილოთ. ნუ თქვა ასე. იქნება. ნახვამდის.